რა იცვლება ამ საკითხით? რა იცვლება საკითხით, რომელსაც ველოდით, რომელიც ვიცოდით რომ დადგებოდა, გვინდოდა რომ დამდგარიყო უფრო ადრე, მაგრამ ოდესღაც ეს წერტილი დადგა. აი ახლა ამის შემდეგ რა ხდება პოლიტიკაში? მისთვის რა ხდება? მეტნაკლებად ვარკვევთ უკვე მის ფინანსებს რა ჭირს? დიახ, ეს დადგა შედარებით გვიან, იმდენად რამდენადაც ეს იყო ყველაზე მძიმე საშუალება, რომელიც შეიძლებოდა რომ გამოყენებულიყო გარედან. აქედან გამომდინარე, შესაბამისად ყველა რესურსი იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ გარკვეულწილად ასეთ ჩიხში არ შესულიყო ვითარება ყველა მხრიდან, იმდენად რამდენადაც ეს არის გარკვეულწილად შედეგი ივანიშვილის მხრიდან ვაბანკის წასვლამდე. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას ჰქონდა შესაძლებლობა, ჯერ კიდევ რამდენიმე დღის უკან, მას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ თავიდან აერიდებინა, გადაევადებინა მაინც ეს სანქციები. და რამდენი გეკეთებინა ის უნდა დათანხმებულიყო, ის უნდა დათანხმებულიყო იმ შეთავაზებას, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გააკეთა საქართველოს საპროტესტო მოძრაობასთან შეხვედრისას მიმართვა, რომელიც ჩაუშალა რეჟიმმა და რომელიც მან შემდგომში გაავრცელა, ის რომ ივანიშვილი დათანხმებულიყო ახალ არჩევნებზე და დაეთმო ძალაუფლება. ანუ ახალი არჩევნები, რომელიც მას უნდა ჩაეტარებინა, არამედ ახალი არჩევნები იმ პირობებში, როდესაც ის დათმობდა ძალაუფლებას, დათმობდა აი ამ პერსონალისტურ დიქტატურას, რომელიც მან საქართველოში ააშენა, გაუშვებდა ხელიდან აი ამ პერსონალისტური რეჟიმის აბსოლუტურად ყველა საყრდენს და ასეთ დროს მას ალბათ ექნებოდა შესაძლებლობა, რომ ესაუბრა მათ შორის ფინანსურ გარანტიებზე, სანქციების თავიდანაცილებაზე, ასევე პერსონალური უსაფრთხოების გარანტიებზე და ასე შემდეგ. მან არჩევანი გააკეთა, უარი თქვა, არ დათმო ძალაუფლება და ცხადი გახადა ის, რომ ის მიდის საბოლოო გამწვავებაზე, ესკალაციაზე, რაც გამოიხატება ძალაუფლების უზურპაციის დასრულებით, რომელსაც ის აპირებს ზეგ. ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ინაუგურაციით, ასეთ შემთხვევაში, როგორც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, ერთადერთი გზა რჩება რეჟიმის ჩამოშლა. შესაბამისად, სანქციები, რომელიც დაწესდა, ხაზინის სანქციები, რომელიც დაწესდა ივანიშვილის მიმართ, არის გარე ხელშემწყობი, რომელიც უნდა დაეხმაროს ამ რეჟიმის რღვევას. თუმცა ის მას თავისთავად არ შეუძლია ამ რეჟიმის რღვევის გამოწვევა, იმდენად რამდენადაც ივანიშვილის პერსონალისტური დიქტატურა აკონტროლებს საქართველოს მთელ კარტელიზებულ ეკონომიკას, რა თქმა უნდა, ეს ეკონომიკა აღმოჩნდება ასევე მნიშვნელოვანი დარტყმის ქვეშ, თუმცა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, აქ უნდა გავამახვილოთ ერთ მნიშვნელოვან რამეზე ყურადღება, რომელზე ყურადღება გაამახვილა სხვათა შორის ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ და ამ რეგიონის ექსპერტმა დანიელ ფრიდმა, რომ ივანიშვილი დასანქცირებული არის აღმასრულებელი ბრძანების საფუძველზე, რომელიც შეეხება რუსეთის საგარეო მავნებლურ ოპერაციებს. ანუ ის დასანქცირებულია როგორც რუსეთის აგენტი, რომელიც მოქმედებს რუსეთის სახელმწიფოს სუბვერსიული ინტერესების გასატარებლად სხვა სახელმწიფოებში, ეს შეეხება არჩევნებში ჩარევას, ეს შეეხება სხვადასხვა ტიპის ოპერაციებს, რომლის მიზანია ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ წესრიგს ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა სახელმწიფოებში. ამისთვის არის ის დასანქცირებული, ხო? ანუ ის არის დასანქცირებული როგორც რუსეთის აგენტი, როგორც რუსეთის ინსტრუმენტი, რომელმაც რუსეთის დავალებით ძირი გამოუთხარა საქართველოს დემოკრატიას. რუსი ოლიგარქი პატივია ახლა დაუძახო, ესე იგი რუსი აგენტი, ასე არის უფრო ფორმალური სახელდება მისი, ხო? მისი ფორმალური სახელდება არის რუსი აგენტი, რომელმაც რუსეთის დავალებით, ამისთვის არის ის სანქცირებული, რომელმაც რუსეთის დავალებით და რუსეთის ინტერესებში მოქმედებდა, როდესაც მან ძირი გამოუთხარა საქართველოს დემოკრატიას.